პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვერ ბედავენ, რომ დებატებზე დამიძახონ. და იციან რატომაც, იმიტომ რომ მე ბევრად უფრო კომპრომისო ვიქნებოდი, ბევრად უფრო მკაცრი და კრიტიკული ნებისმიერ სიტყვაზე, რაც კობახიძეს წამოწდა. კობახიძემ გუჩი ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელიც წამოწდა, არის ჰესები, რომ ჰესები აუცილებლად აშენდებაო. მსურს განახოთ, ეს არის რუკა, თუ როგორი განლაგება აქვს ამ ჰესებს ჩვენს ტერიტორიაზე, რან განლაგებით უნდა იყოს. პირველ რიგში ჰესები წარმოადგენს უდიდეს ეკოლოგიურ ზიანის მომტარ ფაქტორს ჩვენი ბუნებისთვის და ამავდროულად თუ დააკვირდებით, ჰესები იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული ჩვენი მტრებისთვისაც თუ ოდესმე ომი დაგვიწყეს. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ უნდა ვემზადოთ ყოველთვის ომისთვის. კარგად მოусმინეთ, გთხოვთ გააზიაროთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანთა მიმატანილოთ სათქმე, რადგან მათი ტელევიზიები ჩემთვის ყოველთვის ჩაკეტილი არის. ახლა ნახეთ, რას ამბობს თავად კობახიძე. რაც შეხება იაფ რესურსებს, ჩვენ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, რჩება ერთ-ერთი ელექტროენერგია. ახლა საბსოლუტურად აღნიშნება მოთხოვნა მარიამა, რომ თუ კი სადმე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე. და მე მარტო ნამხანი არ იყო ეს, იყო უამრავი სხვა ფაქტი. როდესაც იბლოკებოდა ჰესების მშენებლობა და აქვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე როგორც ეს სჭირდება ქვეყანას. თუ ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში მრეწველობასაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ ეკონომიკა ვერ განვითარდებოდა. იმედი მაქვს ყურადღებით მოусმინეთ. 217 ჰესის მშენებლობა იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს რაც ოფიციალურად ვიცით, შეიძლება არაოფიციალურად კიდევ უფრო მეც გეგმავენ. პირდაპირ გეტყვით, ქართველი ერის ინტერესები და საქართველოს ყოველი გოჯი მიწა გადააქციეს ფულის საშოვნელს საბჭოს დასგად. ამიტომაც ყოველ ჩვენ ნაბიჯი უნდა ვიყოთ უკომპრომისოები და იმედი მაქვს აცნობიერებთ თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ქართული ოცნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. იმიტომ რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტები უნდა იყვნენ. და მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, მათ ამოხსენეს ნამოხვან ჰესი. ნამოხვან ჰესთან მიმართებაში ჩემი პირადი აზრით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება მიიწეროს ამ ხელას საქმე, იმიტომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ნამოხვან ჰესი ზუსტადაც ვარლამ გოლეთიანმა, მასმა მეგობრებმა და საზოგადოებამ ერთად შევძელით, რომ არ აშენებულიყო. და რამდენიც არ უნდა აშაოთ ვარლამ გოლეთიანი, მოდი ორიოდე სიტყვას ვუწყი ვარლამ გოლეთიანზეც. აი ეს ბიჭი გახლავთ ვარლამ გოლეთიანი, მე და ის ვართ აქ რა თქმა უნდა სამინისტროსთან, როდესაც რაჭის ტყეებს იცავდა, თავის დროზე ნამოხვანი როცა იყო, იქაც ჩავდიოდი რა თქმა უნდა რიგი ჯარისკაცით, მაშინ პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ იქაც გვერდში ვეცადე რომ ყოფილიყავ, იმიტომ რომ ქართული საქმეს აკეთებდა. აი ეს ბიჭი რამდენიც არ უნდა აშაოთ თუ აკრიტიკოთ, მოდი კაცრუად ვთქვათ რა, ვაშკაცრუად ვთქვათ რა და მოგერიდებათ რაღაცების აღიარება თუ ვაშკაცები ხართ, რომ ამ ბიჭმა შეუძლებელი შეძლო საზოგადოებასთან ერთად. და ზუსტადაც ამ საზოგადოებას მიმართავ, იმიტომ რომ მე როგორც რიგითი ჯარისკაცი ყველგან შემიძლია ვიყო, მაგრამ თქვენ მზად ხართ ყველგან იყოთ რიგი ჯარისკაცებად ქართულ საქმეში და საზოგადოების გარეშე ეს ყველაფერი არ მოდი გულწრფელად გეტყვით რა. ერთი კაცი, ორი კაცი, თუნდაც 100 და 1000 კაცი ვიყოთ, ფართო საზოგადოება თუ არ ჩაერთვეთ, ხო და თქვენ თუ არ ჩაერთეთ, ესენ უკან დამხევები არაფერზე არ არიან. არა, უკან დამხევი მეც არაფერზე არ ვარ, პირდაპირ გეტყვით. უბრალოდ მინდა რომ საზოგადოების ფართო მასები გამოგაფხიზლოთ, რომ შვიდობიანად მოვახერხოთ ყველა ქართული საკითხის ისე გადაწყვეტა, როგორც ეროვნულ ინტერესებში ჭრდება. პირდაპირ გეტყვით, რომ დასაცავი გვაქვს მამული ენა და სარწმუნოება. ყოველ გოჯ მიწას გვისხვისებენ, გვიყიდიან, ანუ გვისხვისებენ და გვიყიდიან მამულს, გვიბილწავენ ენას და ჩვენ სარწმუნოებას არაფრად აგდებენ. და პირდაპირ გეტყვი, რისი ვაშკაცები ვარ თუ ეს ყოველივე არ დავიცავთ. თუ ვაშკაცობა იმაში გამოიხატება, რომ სუფრაზე დიდი განსხვავებულებით, ყანწებით თუ ფიალებით საქართველოს სადღეგრძელოთ სვავთ. აბა დაფიქრდით. ხო, შეიძლება მწარე ვარ და ვიღაცას ჩემი ეს საუბარი არ მოეწონოს, ჩემი მწარედ ნათქვამი, მაგრამ მე ვარ რეალისტი. მე ვარ ქვეყანაზე შეყვარებული და ჩემ ერზე შეყვარებული. მე ყოველი თქვენთაგანი მიყვარხართ და პირდაპირ გეუბნებით, ამ ერის უკეთესი მომავლისთვის ვცდილობ, რომ ვიბრძოლო ისე როგორც შემიძლია. და სანამ თქვენ სახში ზიხართ, დამიჯერეთ ამ ქვეყანას უცხოტომელებს
უოვნოდ გადააბარებენ. და მე არ მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო და ისეთი საქართველო არ მანახოს უფალმა, რომელიც ქართული აღარ იქნება. 5-5-5-70-83-83 შევამეხმიანეთ ყველა ვინც ფიქრობთ ეს სამშობლო გიყვარდა გადარდებთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაში იქნებით, ორგანიზაციაში იქნებით, უბრალოდ აქტივისტი იქნებით თუ ნებისმიერ კუთხე კუნჭულში ქართველი იქნებით თუნდაც მსოფლიოს მასშტაბით. შევამეხმიანეთ რა, ჩვენ გვაქვს საერთო სამშობლო. იმიტომ რომ როგორც უფალი, ისევე ჩვენი სამშობლო ერთია და ჩვენ ერთობა გვმართებს. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ გააზიაროთ და კიდევ ერთხელ ჩემი მხრიდან ვიწვევ ნებისმიერი ქართული ოცნების ლიდერს, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, საჯარო დებატებზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა არა არაბულ ქალაქებს საქართველოში და ვიმეს თუ ამაზე დებატებზე ეძახით ერთ-ერთი პირველი ნამდვილად უნდა ვიყოთ ჩვენი პარტია და პირადად მე. იმიტომ რომ ყველაზე კომპეტენტურები ვართ და მინიმუმ იმდენჯერ არ გიხსენებიათ არა არაბულ ქალაქებს და თუნდაც კრწანისის ტყეპარკი, რომ რამდენჯერაც ჩვენ იქ ჩასულები და დათვალიერებული გვაქვს მინიმუმ. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ გააზიაროთ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა მათი ტელევიზიები ყოველთვის ჩაკეტილი არის და ერთადერთი ყოველთვის თქვენს ბედად ვარ, ჩემო მეგობრებო. გააზიარეთ, გაავრცელეთ და შევამეხმიანეთ მართლა ვისაც გიყვართ ეს ქვეყანა. და მარტივად გვიტყვი რა, კიდევ ერთხელ. გამოფხიზლდით ჩემო საქართველო, გამოფხიზლდით ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. ეს ქვეყანა ერთად უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ გაგვისხვისეს, გაგვიყიდეს მამული, გვიბილწავენ ენას და არაფრად აღდებენ ჩვენ სარწმუნოებას. აბა დროებით.